მოკლე კითხვით ვარ და მოკლე პასუხს ვითხოვ. მოკლეს თუ არა, გასაგებს მაინც, ლოგიკურ. ყველა ვნახეთ კადრი, როგორ მიშავდა ირაკლი ღარიბაშვილი დაკითხვაზე ლექსუსის უახლესი ჯიპით, რომელიც ასობით $1000 ღირს და სახელმწიფო დაცვით. თქვენც ხომ ნახეთ ეს კადრი? კაი, მანქანა მოპარული ფულით აქვს ნაკლი, გავიგეთ, მაგრამ არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ყავს მას დაცვა? სახელმწიფო დაცვა, რომელიც უკანასკნელი განკარგულებით მარტში დაუნიშნეს, ანუ გაუგრძელეს 1 წლით. ეს არაა კერძო კომპანია, რომელსაც დაიქირავებ და მოპარული თუ, რა ვიცი, პატიოსნად ნაშოვნი ფული გადაუხდი. ესაა სახელმწიფო დაცვა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ნაკლებად ხარტად მოაზროვნეთათვის. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებულს ქვეყნის ძარცვასა და ბიუჯეტის ყოლეფაში ბიუჯეტის ფულით ვიცავთ. ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებით. კაც რომელიც 13 წელი ჩემი და თქვენი ჯიბეებიდან ბოლო თეთრებს იპარავდა და შვილებს ჩარტერი დააკატავებდა. ახლა მეტყვით პრემიერ-მინისტრი იყო და დაცვა ერგებაო. მე კი გეტყვით, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი მთლად პრეზიდენტები იყვნენ და იმათ რატომ მოუხსნეს მაშინ სახელმწიფო დაცვა. კაბინეტების დაცლა ვერ მოასწრეს და დაცვა უკვე აღარ ყავდათ. ხო, კაი, ეგეც გავიგე, რომ დაცვა ახლა ღარიბაშვილისთვის მიჩენილი ბადრაგი უფროა ვიდრე დაცვა. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის მარტივი გამოსავალი არსებობს. თუ ციხეში ვიღაცას არ სვამ, უსჯი შინა პატიმრობას. ფეხზე აბამ ბრასლეტს ან დააგინებ, რომ სახლიდან არ გავიდეს. სადარბაზოს ჩამოუკიდებ ერთ კამერას და ეგაა შენი იზოლაცია. სამაგეროდ, პოლიტიკური გვამის დარაჯობისგან ათავისუფლებ ერთ დუჟიმ პროფესიონალ შეიარაღებულ ოფიცერს, რომელთა გამოყენებაც უამრავ სხვა საინტერესო საჭირო საქმე შეგიძლია. აგერ ბოლოს და ბოლოს გარეჯეა დასაბრუნებელი, მათი დაცვის ობიექტის თავყეობით დაკარგული.